ლელა გაფრინდაშვილი, ნოდარ ხადური, დავით ნარმანია, გურამ მეტეხელი, ხათუნა ჩარკვიანი, მაია გონაშვილი. სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ლექტორების პოლიტიკური ნიშნით განთავისუფლებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ადმინისტრაცია პრობლემების მოგვარების ნაცვლად ლექტორების პოლიტიკური დევნითაა დაკავებული. რას აპირებენ სტუდენტები თუ განთავისუფლებულ ლექტორებს უნივერსიტეტში არ დააბრუნებენ? მთავარ კითხვას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ლევან ლორთქიფანიძე უპასუხებს. გადაცემის მეორე ნაწილში საარჩევნო პროცესი თუ ბრძოლა პოლიტიკური ოპონენტის გასანადგურებლად. გია ხუხაშვილი გადაცემაში მთავარი კითხვა. თავარ კითხვას ლევან ლორთქიფანიძე უპასუხებს საღამოშტობისა ლევან. მოგესალმებით ქალბატონო ეკა, მიხარია თქვენი სტუმარი კიდევ ერთხელ რო ვარ ესეთი მაღალ რეიტინგული დიდი მადლობა რომ მონახეთ დრო და ხართ დღეს ჩვენი სტუმარი, მით უმეტეს რომ სწორედ დღეს იყო სტუდენტების საპროტესტო აქცია. მოდით ამ აქციის მიზანზე და მიზეზზე ვისაუბროთ პირველ რიგში. კი ბატონო, დიდი მადლობა შეკითხვისათვის. უფრო მასშტაბური, შედარებით დიდი აქცია ერთი კვირის წინას ჩატარდა, სადაც პირადადაც მომნაწილეობდი. ამის ორგანიზატორი ძირითადი სულის ჩამდგმელი იყო ლაბორატორია 1918-ის აქტივისტების სტუდენტთა ორგანიზებული ჯგუფია, შევერთით ჩვენი ჯგუფი, შემოგვიერთდა დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაცია და ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო ძალიან მარტივი. ჩვენთვის თვალნათელი გახდა უკვე ვიგრძენით და დავინახეთ ის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ძალიან ბევრ პროფესორს ათავისუფლებენ ძალიან უცნაური გარემოებებიდან გამომდინარე. თან ათავისუფლებენ ისეთ პროფესორებს, რომლებიც ნამდვილად საამაყო არიან ჩვენი უნივერსიტეტებისთვის, მაგალითად იგივე ლელა გაფრინდაშვილი, რომელიც თქვენ ახსენეთ, მე დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ევროპული სასწავლებელი იამაყებდა იმით, რომ ყავდეს ისეთი ლექტორი, როგორიც არის ქალბატონი ლელა. ნებისმიერი მაკროეკონომიკის კათედრა იამაყებს იმით, რომ ყავდეს ნოდარ ხადურისნაირი ან ეკონომიკის ფაკულტეტის ზოგადად ბატონი ნარმანიასნაირი პროფესორები და მათი გაგდება არის ძალიან აუხსნელი და არალოგიკური. პირიქით, ყველა ჩვენი უნივერსიტეტი უნდა ეძებდეს ესეთ ლექტორებს. მე თქვენთვისაც მithქვამს და ყველგან ვამბობ ამას, რომ ჩვენი უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უკანასკნელი პლუსი, უკანასკნელი, ესე იგი, პრესტიჟის გამსაზღვრელი ფაქტორი გახლავთ ის, რომ ჩვენ გვყავს ძალიან სერიოზული და მაღალი დონის ლექტორები. და ესეც თუ დავყარგეთ, ისინიც თუ გაუშვეს უნივერსიტეტიდან, რაღა დაგვრჩება და რაღა იქნება ჩვენთვის საამაყო, მე უბრალოდ ვერ წარმომიდგენია. პირიქით, მე მოუწოდებ უნივერსიტეტის ნებისმიერ კომისიას, ეს იქნება ამრჩევი კომისია ლექტორების, იქნება აკადემიური საბჭო თუ რექტორი, ასევე სტუდენტურ თვითმმართველობასაც მოუწოდებ იმისკენ, რომ დავიწყოთ ფიქრი იმაზე, როგორ დავიბრუნოთ და შევინარჩუნოთ ეს პროფესორები. პირველ რიგში, იცით რა მაინტერესებს, რატომ ფიქრობთ, ანუ რა გააძლევთ სტუდენტებს ისეთი დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ ეს ლექტორები განთავისუფლეს სწორედ პოლიტიკური ნიშნით. მე არ ვამბობ, რომ ისინი მაინც და მაინც, მე არ ვამბობ იმას, რომ სამართლიანი არიან, რა თქმა უნდა, განთავისუფლებული, მაგრამ ხომ შესაძლებელია ეს არ იყო პოლიტიკური მიზეზი მაინც და მაინც და იყო თქვა რაღაც დაპირისპირება პიროვნული, ან რაიმე სხვა მიზეზი? ნამდვილად პიროვნული დაპირისპირება რო ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, ეს ლექტორები ამას განაცხადებდნენ და ნიშნები არსებობს ამის. მაგალითად, ბატონ ნოდარზე ჩანს ეს ის თუ არ ვწდები არის ოცეულში ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის, ბატონი ნარმანიაც გამოირჩევა ნაკლებად, ესე იგი, პროსახელისუფლებო განცხადებებით და ქალბატონ ლელას მე პირადად ვიცნობ, ვამაყობ ამით, ქალბატონი ლელა არის სამოქალაქო აქტივისტი. ადამიანი, რომელიც ამბობს თეთრზე თეთრს, შავზე შავს, არასოდეს არ იტყუება და თავის სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირებას არ ერიდება, საკმაოდ მწვავედაც, არის კრიტიკული როგორც ოპოზიციური სახელისუფლებო ძალებისადმი და შესაბამისად ფიქრობ, რომ ესეთი თავისუფალი, ესეთი კრიტიკულად მოაზროვნე ლექტორები ნაკლებად საჭირონი არიან მავანთათვის ჩვენს სახელმწიფო სასწავლებლებში. მავანი შეიძლება იყოს ვისგან მოდის, რადგან იგივე ლელა გაფრინდაშვილი მაგალითად უპასუხებს უკავშირებს ანდრო ბარნოვის უნივერსიტეტში მოგახსენებთ დაწყებას. კი ბატონო, ესეც შეიძლება იყოს არგუმენტი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტ მაგალითად ის კომისია, რომელმაც ქალბატონ ლელას უარი უთხრა. იმ კომისიის შემადგენლობაში არიან ძალიან სერიოზული მეცნიერები და ძალიან სერიოზული უნივერსიტეტის პროფესორები. ყველა რა თქმა უნდა არა, უდიდესი ნაწილი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ქალბატონ ლელასნაირი პროფესორის უნივერსიტეტიდან გაგდებას ხელს არ მოაწერდნენ. მაგრამ ეთყობა არსებობს პოლიტიკური ნიშანი. ჩვენს
უნივერსიტეტი რო არ არის ავტონომიური და ჩვენს უნივერსიტეტში რო პოლიტიკური ესე იგი ძალები მოქმედებენ და ცდილობენ მთლიანად რომ მართონ ჩვენი სასწავლებელი, ეს ცხადია და ძალიან ბევრი ხედავს ამას. მაგალითად, მოგახსენებთ ახლა მე ბატონი ალექსანდრე კვიტაშვილის საწინააღმდეგო პიროვნულად არაფერი არ მაქვს, ძალიან დიდ პატივს ვცემ როგორც კომუნიკაბელურ, ძალიან კეთილ, განწყობილ ადამიანს. მასთან ჯერ არ ქონია, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ ბატონი ალექსანდრე ამისთვის დროს გამონახავს და გაგვეცვალება, მაგრამ აი გავიხსენოთ მისი დანიშვნა. კანონში ესეთი წესი იყო, რომ პრეზიდენტს აქვს უფლება მხოლოდ 2 წლის ვადით დანიშნოს უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი. მისი გათავისუფლება და შემდეგ ეს მოვალეობის შემსრულებელი არ შეიძლება რომ რექტორად აირჩიო. ასევე წესი იყო კანონში მის დანიშვნამდე, რომ რექტორი უნდა ყოფილიყო აკადემიური გამოცდილების მქონე. როგორც კი გადაწყდა, რომ იგი უნდა ყოფილიყო მოვალეობის შემსრულებელი, ელვის უსწრაფესად იცვლება კანონი უმაღლესი განათლების შესახებ და მოულოდნელად ბატონი ალექსანდრე ზუსტად რომ ბატონ ალექსანდრეს მოერგოს, ისეთი კანონმდებლობა იქმნება, იგი ხდება უნივერსიტეტის რექტორი ისე, ან უნივერსიტეტის უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი ისე, რომ მას აკადემიური გამოცდილება არ ქონია. ავიღოთ ბატონი ანდრო ბარნოვი, რომელიც თქვენ ახსენეთ. ჩვენ ყავდა ძალიან, ესე იგი, სამეცნიერო წრეებში ცნობილი დეკანი, ბატონი ნოდარ ბელქანია. ის მოულოდნელად გაათავისუფლეს, ამის ობიექტური მიზეზები შეიძლება მას ჰქონდეთ, მაგრამ მის ადგილას დანიშნეს ყოფილი თავდაცვის მინისტრის მოადგილე, თავდაცვის სამინისტროს გავლენის ქვეშ მყოფი სამხედრო აკადემიის ყოფილი რექტორი, ყოფილი ექსპერტი, რომელიც ან მოქმედი ექსპერტი, რომელიც ძალიან ლოიალურად არის ხელისუფლებისადმი განწყობილი და ადამიანი, რომელსაც ჩვენ ფაკულტეტთან მაინც და მაინც ძალიან ბევრი საერთო არ ქონია. მე არ ვიცი, შეიძლება ბატონი ბარნოვი ძალიან კარგი დეკანი გამოდგეს, მაგრამ ეს ჩემს ეჭვს იწვევს. ამასთანავე ავიღოთ კიდევ მაგალითად ჩვენი მეზობელი უნივერსიტეტი გახლავთ სახელმწიფო, ისიც ილიას უნივერსიტეტი. იმისი ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი, ბატონი სერგო რატიანი, თუ არ ვცდები, არის ნაციონალური მოძრაობის სიის ერთ-ერთი მოწინავე წევრი. მის იმ უნივერსიტეტში მაღალი აკადემიური თანამდებობები უკავიათ ყოფილ მინისტრებს და ასე შემდეგ. შემდეგ ავიღოთ ახლა ერთი უნივერსიტეტის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებას, ვერავინ ვერ გამახსენებს მე. და ერთს დავამატებ ალბათო ეკა, ცოტა ხნის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდა არასამეწარმეო იურიდიული პირი. მანამდე იყო საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ეხლა რა მოხდა? მე როგორც ამიხსნეთ ძალიან მაღალკვალიფიციურმა იურისტებმა, მოხდა ესეთი რამ, მთელი უნივერსიტეტის ქონება გადაეცა სამართავად რეგენტთა საბჭოს. ვინ არიან რეგენტთა საბჭოში? არის განათლების მინისტრის მოადგილე, არის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. თქვენ თუ მეტყვით, ან ვინმე თუ მეტყვის იმას, როგორ არის შესაძლებელი უნივერსიტეტის აკადემიური დამოუკიდებლობა, თუ იგი ფინანსურადაც არ არის დამოუკიდებელი. და ამას ემატება კიდევ ეს პირდაპირი დანიშვნები, იგივე ბატონი ალექსანდრესი, ბატონი ბარნოვის და ასე შემდეგ. შესაბამისად, ანუ დღეს თქვენი ლაპარაკიდან გამომდინარე საუბარი უნივერსიტეტის დამოუკიდებლობაზე სრულიად ზედმეტია? ნამდვილად ზედმეტია, თუ ამას დავამატებთ კიდევ სტუდენტურ თვითმმართველობას, რომელიც გახლავთ პირდაპირ სპორტის სამინისტროდან მართული, ისიც არაა დამოუკიდებელი, ადმინისტრაციასაც არ ექვემდებარება აღმასრულებელ ხელისუფლებას. შესაბამისად, შეუძლებელია ვინმე მის კანონმდებლობითაც და ფორმალური და არაფორმალური გარემო კარნახობს იმას, რომ უნივერსიტეტი ნამდვილად არ არის პოლიტიკურად ლექტორების თემას რომ დავუბრუნდეთ. პრინციპში ყოველთვის ცხადი იყო ლელა გაფრინდაშვილის შეხედულებები, ისევე სხვა განთავისუფლებული ლექტორების პოლიტიკური ორიენტაცია, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება არჩევნების წინ. როგორც სტუდენტი ახალგაზრდა, რომელიც ალბათ ძალიან დაინტერესებულია იმ პროცესებით, რაც მიდის დღეს ქვეყანაში, როგორ ფიქრობ, რამდენად უკავშირდება სწორედ საპარლამენტო არჩევნებს ამ ლექტორების მაინც და მაინც ახლა დათხოვნა უნივერსიტეტიდან? მე გეტყვით, მე ქალბატონ ლელა გაფრინდაშვილზე შემიძლია პირდაპირ გითხრათ, მე მასთან მქონია ურთიერთობა, მისი ტრეინინგები მომისმენია. ქალბატონი ლელა ნებისმიერ სტუდენტს უბიძგებს თავისუფალი მოქმედებისკენ. და ესეთი თავისუფალი მოქმედებას არჩევნების წინ მეტადრე სტუდენტების უბიძგებს რაღაც ძალით კი არა, თავისი ესე იგი იმ მეთოდებით, რომლითაც ჩვენ კრიტიკულ აზროვნებას გვივითარებს. შესაბამისად, ესეთი თავისუფალი სტუდენტები არავის არ ჭირდება, მაგრამ იმაში არ დაგეთანხმებით, ქალბატონ ეკა, რომ ადრე არ ყოფილა ესეთი შემთხვევები. მაგრამ ეხლა ეს გახდა ინტენსიური იყო ადრეც, ესეთი ინტენსიური ნამდვილად არა, მაგრამ ადრეც საკმაოდ უხეშად ხდებოდა ბევრი აკადემიური მოღვაწის
გათავისუფლება უნივერსიტეტიდან და ბევრი ესეთი ძალიან სერიოზული პროფესორი დღეს არიან სხვა უნივერსიტეტებში, უცხოეთის უნივერსიტეტებში მიმოფანტული და იქ უფრთხილდებიან, იქ ესე იგი სულს უბერავენ, რომ არ წავიდნენ ისინი იმ სასწავლებლებიდან და ჩვენ მე მაგაზე ვარ ყველაზე მეტად გაბრაზებული, რომ ჩვენ რო გვივლიდნენ, ყველაზე მეტად დაზარალებული ქალბატონო გამოდივართ ჩვენ. იმიტომ რომ უკანასკნელი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ დაგვჭა უნივერსიტეტში ის რა ჩვენი ლექტორები დაგვჭენ უკანასკნელი ბასტიონი ჩვენთვის ისინი არიან და იმათაც ყველაზე კრიტიკულად განწყობილ, ყველაზე თავისუფლად მოაზროვნე ლექტორებს უნივერსიტეტიდან უშვებენ. ეს არის ყველაზე მეტი ზიანის მომტანი ჩვენთვის და ყველაზე მეტად გასაბრაზებელი ჩვენთვის. ამიტომ გამართეთ ჩვენი საკითხი. ლევან, არაერთხელ საქართველოს ისტორიაში არა მხოლოდ წმინდა საუნივერსიტეტო თემებთან დაკავშირებით, არამედ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით სტუდენტობა იყო ძალიან აქტიური და შეიძლება ითქვას, რომ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებში იღებდა გადამწყვეტ მნიშვნელობას და გადამწყვეტ როლს თამაშობდა. ამჟამად საუბარია წმინდა საუნივერსიტეტო ვითარებაზე, როდესაც თქვენ თვითონ ამბობთ, რომ უნივერსიტეტი არ არის დამოუკიდებელი და თქვენთვის საყვარელ ლექტორებს ანთავისუფლებენ. რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ეს ადამიანები დაბრუნდნენ უნივერსიტეტში? ან თუ ამ აქციების შედეგად ვერ მიაღწევთ მიზანს, ამ შემთხვევაში როგორ შეიძლება გააგრძელოთ ბრძოლა? რადგან ეს ალბათ შეიძლება იყოს ძალიან კარგი პრეცედენტი იმის, თუ რა ძალა აქვს ახალგაზრდობას ქვეყნის ცხოვრებაში და მით უმეტეს საკუთარი სასწავლებლის ცხოვრებაში. კი ბატონო, ნამდვილად ესია, ჩვენ შევეცდებით არა მარტო აქციებით, არამედ ნებისმიერი საუნივერსიტეტო კანონიერი საშუალებით შევეცდებით ამ ლექტორების უკან დაბრუნებას და დარწმუნებული ვარ ეს გამოგვია, იმიტომ რომ უკვე საუბარი დაიწყეს სხვანაირად. თუ ადრე ამბობდნენ, რომ ქალბატონი ლელა უკვე განთავისუფლებულია უნივერსიტეტიდან, დღეს ამბობენ, შეიძლება ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილება არ გამოუტანია აკადემიურ საბჭოს, იმან უნდა დაამტკიცოს. ბატონ ნოდარ ხადურის ადგილი ჯერ არავის არ დაუკავებია, ისე ვაკანტურია. ასე რომ გზები არის და მე დარწმუნებული ვარ, თუ სათანადო რეაქცია ექნება სტუდენტობას, იმ შემთხვევაში ჩვენ მივაღწევთ შედეგს, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, მარტო სტუდენტებმა კი არ უნდა გამოავლინონ თავიანთი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. იგივე უნდა გააკეთო ლექტორებმაც, მას ვისაც ჯერ კიდევ აქვს საშუალება და არავინ არ ზღუდავს და აქვს შესაძლებლობა რომ ხმა მოიყოს. თორე მე აქედან მე არა მაქვს არანაირი ნამდვილად ვერ ვხედავ მე ჯერჯერობით, მაგრამ იმედი მაქვს რომ აუცილებლად იქნება ეს სოლიდარობა, მაგრამ თუ არ იქნება, მე შევახსენებ ამ ლექტორებს, ჩემგან შეხსენება არ ჭირდებათ, მოკრძალებით და მორიდებით ვეტყვი მათ, რომ თუ დღეს ლელა გაფრინდაშვილი, ნოდარ ხადური, ბატონი ნარმანია და სხვები არიან გაგდებულები, ხვალ მათ ადგილზე შეიძლება ისინი აღმოჩნდნენ და უკვე მათთვისაც გვიან იქნება. ასე რომ სანამ დროა ამოიღონ ხმა და გააკეთონ სწორი სტუდენტებისთვის და უნივერსიტეტისთვის სასარგებლო არჩევანი. მე მოგიყვებით ახლა პინგვინის სურათი არ მაქვს, მაგრამ აუცილებლად ოღონდ რეკლამის დროა ლევან. რამდენიმე წუთში გავაგრძელოთ ამ თემაზე საუბარი, ასევე ძალიან მინდა რომ თვითმმართველობას შევეხოთ და მოვასწროთ ამაზე ლაპარაკიც, ოღონდ რამდენიმე წუთში სარეკლამო ბლოკის შემდეგ. თავარ კითხვას ლევან ლორდ-კიფანიძე უპასუხებს. ლევან, თვითმმართველობაზე მინდოდა შეკითხვა დამესვა, მაგრამ ვიცი რომ გაქვს ისტორია. ხო, არა, პატარა ისტორია ძალიან დიდხანს არ შეგაწყენთ. ეს არის ჩემი პატარა ოცნებასავით. 1985 წელი დგას, ოქსფორდის უნივერსიტეტი ირჩევს თავის საპატიო კურსდამთავრებულს, ჩატარდა არჩევნები და ესეთ განცხადებას ავრცელებს ადგილობრივი პროფესორებით დაკომპლექტებული ძალიან დიდი კომისია. მარგარეტ ჰილდა ტეტჩერისთვის უნივერსიტეტის საპატიო კურსდამთავრებულის წოდების მინიჭებაზე უარის თქმა განპირობებულია მისი მთავრობის მიერ დიდი ბრიტანეთის საგანმანათლებლო სისტემისადმი სერიოზული და სისტემური ზიანის მიყენებით. დაწყებული ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებით, დასრულებული უმაღლესი რანგის სამეცნიერო კვლევითი პროგრამებით. მარგარეტ ტეტჩერის წინააღმდეგ 85 წელს, როდესაც ეს პოლიტიკოსი იყო ზენიტში, ფონკლენდის ომი მოგებული ქონდა, ფინანსური კრიზისი, ესე იგი წარმატებით დაძლეული, 728 პროფესორმა წინააღმდეგ მიცახმა, ხოლო 319 მიემხრო. პროფესორთა აზრი გაიზიარა 80% სტუდენტებისა და ესეც არ აკმარეს, ვინც იყო მარგარეტ ტეტჩერის მთავარი მოწინააღმდეგე ამ უნივერსიტეტში, მითემთა პალატის წევრი, ცნობილი ლეიბორისტი და მერე სოციალ-დემოკრატი როი ჯენკინსი 2 წელიწადში აირჩიეს უნივერსიტეტის რექტორად. აი ეს არის ჩემთვის საოცნებო საუნივერსიტეტო გარემო, როცა პროფესორი, რასაც ფიქრობს, იმას ამბობს და ამის გამო კი არ სჯიან, არამედ თავისი პროფესიონალი
ნაციონალიზმის ნიშნით აწინაურებენ და თუნდაც ხელისუფლების წინააღმდეგ იყოს განწყობილი ძალიან რადიკალურად და პარლამენტშიც მოღვაწეობდეს მის წინააღმდეგ აირჩევენ რექტორად, ოქსფორდის რექტორად და რაღაც შორს მივდივარ. აი იგივე ივანე ჯავახიშვილზეც გეტყვით. ივანე ჯავახიშვილი იყო 1919 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნების ოპოზიციური პარტიის სიაში, შალვა ნუცუბიძე იყო ასევე სოციალისტ ფედერალისტური პარტიის წევრი. მათ ხა ვინმეს უნდა მოეკლო დაფინანსება, ან ივან ჯავახიშვილს ვინმე გაათავისუფლებდა, მაშინდელ მთავრობაშიც კი ან დიდ ბრიტანეთში ვინმე გაუშვებს რადიკალურად განწყობილ პოლიტიკოს. ეს ახასიათებდა, მე არ მაქვს ილუზია ის რომ შევადარო დღევანდელი მდგომარეობა 30-იანი წლების საქართველოს, მაგრამ ესე მოიქცა ორაგველიძე უნივერსიტეტის რექტორი, რომელმაც ივან ჯავახიშვილი დაწყებული სხვა დამფუძნებლებით დამთავრებული არ შეუშვა უნივერსიტეტთან და კომკავშირლები დაუყენა კარებთან და არ გაატარა იქ. ეს არის სიმპტომი. თქვენ ხედავთ ლევან ლენინიზმის ნიშნებს ხედავ, ლენინიზმი ნამდვილად არ არის ესე ვერ გავკადნიერდები პირდაპირ ვერაფერს ვერ წყვი, მაგრამ ნიშანი არის ნამდვილად. თქვენი განწყობა გასაგებია, მაგრამ გამოხატავთ ახლა თქვენ უნივერსიტეტის სტუდენტების უმრავლესობის აზრს, ეს მაინტერესებს. მით უმეტეს რომ არსებობს თვითმმართველობა, ბევრი მათ შორის ფიზიკური დაპირისპირებაც იყო თვითმმართველობასა და ანჩენ სტუდენტებს შორის, თუმცა ბოლო პერიოდში შედარებით თითქოს იმშვიდია. რა ხდება, რა განწყობა უნივერსიტეტის სტუდენტებში და რას აკეთებს თვითმმართველობა? უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წევრები გავხდით ჩვენ, ნარიჯისფერი კანდიდატები, მე კიდევ ჩემი სამი ძალიან ღირსეული მეგობარი, ჩვენ მათთან ჯერ არ გვისაუბრია, მაგრამ ისინი ყოველთვის იყვნენ ზემოდან მიღებული დავალებების შემსრულებლები. სამინისტროებიდან, სპორტის სამინისტროდან მიღებული დავალებების შემსრულებლები. ამიტომ მე დიდი იმედი არ მაქვს რომ ეს წარმომადგენლობითი ორგანო ჩვენ გვერდით ამოგვიდგება, მაგრამ მაინც მივმართავდოთ ხომად რომ აღმოუდექით სტუდენტთა აზრს და იდეას გვერდით და დაუჭიროთ მხარი უნივერსიტეტს. უნივერსიტეტს ჭირდება ესეთი ლექტორები. რაც შეეხება ზოგადად სტუდენტობას, მე დარწმუნებულია ის ვინცაც უსწავლია ლელა გაფრინდაშვილთან, ის ვისაც უსწავლია ბატონ ნოდართან და სხვებთან, აუცილებლად იზიარებენ ჩვენ აზრს, მაგრამ სამწუხაროდ ეს სამოქალაქო აქტივიზმი და ესეთი საპროტესტო მუხტი უნივერსიტეტში ყოველთვის არის ძალიან დაბალი და ძალიან ბევრი სტუდენტი ერიდება საჯაროდ თავისი აზრით. გამოთქვას რომ შემდეგ პრობლემები არ შეექმნას, მაგრამ თქვენ და თავისუფლად გამოხატავთ თქვენ მოსაზრებებს. ამის გამო შეიძლება რომ სასწავლებელში შეგექმნათ. მე დაწუნებული ვარ და იმედი მაქვს რომ არ შემექმნება, მაგრამ ირიბად პრობლემებს ყველას უქმნიან. მაგრამ ჩემნაირი ადამიანებიც ჭირდებათ, რომ აი ხო არის აგერ ლევან ლორთქიფანიძე ვუთქუნა ბიჭი, გამოდის ტელევიზორში, აბდენ ეს უთქვამთ და იმას იმ სიტყვებს ვიმეორებ ზუსტად. აგერ გლანძღავს, გვაკინებს და არაფერს არ ვეუბნებით. პრეზიდენტის სტიპენდიანტია, კარგი ნიშნები აქვს და ასე შემდეგ. მაგრამ ვარწმუნებ ყველას, რომ მე მარტო არა ვარ. ჩემს გვერდით არის უამრავი სტუდენტი, რომელიც თუნდაც ჩემს გვერდით კი არ, მე ვარ მათ გვერდით, იმდენად სერიოზული ადამიანები არიან ისინი და ეს ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ეს რაოდენობა სტუდენტებისა გაიზრდება. მაგალითად, სწავლა ჯერ დაწყებული არ იყო და დაახლოებით 70 სტუდენტი უკვე ერთი კვირის წინ გამოვედით დღეს, ესენი გამოვიდნენ დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაცია თუ მსგავსი სახელი აქვს, ძალიან კარგი ორგანიზაცია სხვათა შორის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოძრაობა გაგრძელდება და მიზანსაც მივაღწევთ. იმიტომ რომ როგორც კი რაღაცა პროტესტი ჩდება, იმ წავს ვერ ბილდება ტონი. მე უკვე გითხარით, რომ უკვე საუბრობენ იმაზე, რომ ჯერ აკადემიურ საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, რომ ის ადგილი კვლავ ვაკანტურია ეკონომიკაში. მე ძალიან სერიოზული იმედს ვხედავ, მაგრამ არის საფრთხე, არის კიდევ წინააღმდეგობა იმის, ქალბატონმა ლევამაც დღეს ბრძანა, რომ არ გვაძლევენ საშუალებას, რომ უნივერსიტეტის ფარგლებში კომუნიკაცია მოხდეს. ყოველ შემთხვევაში ესეთი შტაბეჭდილება გვჭირდება ჩვენ, მაგრამ იმედია და რაც არ უნდა გააკეთონ, ჩვენსა და ამ ლექტორებს შორის კომუნიკაცია აუცილებლად შედგება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ დავიცვათ ისინი, იმიტომ რომ ეს არ არის პერსონალიებზე არ არის საქმე. აქ ლევან ლორთქიფანიძეზე, ლელა გაფრინდაშვილზე, ან უნივერსიტეტის სტუდენტზე არ არის ლაპარაკი, აქ ზოგადად უნივერსიტეტის პრესტიჟზე და სწავლის ხარისხზე საქმე. ლელა გაფრინდაშვილს რო ესე იგი პასუხისმგებლობაში აძლევენ და ეუბნებიან, რომ აი სილაბუსი გაასწორე რაღაცა. ხო არ ჯობს, რომ პასუხისმგებლობა დავაკისროთ იმ რექტორატის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც 3 წელია გვირდებიან, რომ გვექნება ძალიან კარგი სერვერი და საგნების არჩევა უნივერსიტეტში არ გაგვიჭირდება და 2 დღის ჩვენ ადრეც კი ბატონო 2 დღის წინ იყო აკადემიური რეგისტრაცია. დღესაც უჩიოდნენ სტუდენტები, დიახ, დღესაც უჩიოდნენ ჩვენ მეგობრები. ისინი არ არიან თავიანთი ნამდვილი საქმით დაკავებული და დიახ,
მაგალითად 2 დღის წინ იყო აკადემიური რეგისტრაცია. მაყურებელს ვეთქვით, რომ აკადემიური რეგისტრაცია არის საგნების არჩევა. 1 საათით გვიან ჩაირთო ის კომპიუტერული პროგრამა, მერე ჭედავდა, გამოგვაგდებდა ამ პროგრამიდან და ასე შემდეგ და როდესაც მივედით, დღეს მივიდნენ ჩემი მეგობრები და გააპროტესტეს ეს, იქ IT სპეციალისტებმა უთხრეს, რომ რა პრობლემა იყო? არაფერი არ იყო, პატარა ხარვეზი იყო და მოვაგვარეთო. მოდი დავაყენოთ იმ პირების პირების არა, სტრუქტურების პასუხისმგებლობა, რომლის მიზანია უნივერსიტეტში ხარისხის უზრუნველყოფა და რას აკეთებენ, ვერც მე გამიგია და ვერც ბევრმა პროფესორმა ვერ გაიგო, რომელთანაც ამის შესახებ მისაუბრია და აი ჯობს რომ იმ პრობლემებს ვიხედოთ. ლელა გაფრინდაშვილი, ნოდარ ხადურ არის ყველაზე ნაკლები პრობლემა და პირიქით პრივილეგია და პლუსი უნივერსიტეტისთვის და სხვა უამრავი სირთულე მაქვს, რომლის შესახებაც გვისაუბრია. მოდით ბიუჯეტი გავხადოთ უფრო გამჭვირვალე და გავარკვიოთ ვინ დადის მივლინებებში და ხო არ შეიძლება იმ მივლინებების თანხით დავაფინანსოთ რომელიმე ფაკულტეტის, რომელიმე მიმართულების, რომელიმე კვლევითი პროგრამა. ან მივცეთ პრაქტიკული აი ამ საკითხებს რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ ვართ ამ წლიდან ვიწყებთ აქტიურ მოღვაწეობას სტუდენტურ თვითმმართველობაში. ჩვენ ვართ თვითმმართველობის წევრები, უკვე მართალია 116 არიან ისინი და ჩვენ ვართ 4, მაგრამ ჩვენი 4-ის ესე იგი ყიჟინაც მათ აფრთხობს და რაღაც მინიმალურ ყურადღებას მიაქცევენ და ჩვენ ამ საკითხებს დავაყენებთ, ამ საკითხების გასვლისთვის ვიბრძოლებთ და ჩვენ თვითონ რექტორთან შეხვედრის დროსაც შარშან მე მქონდა ესე იგი ესეთი წინადადება, რომ თუ თქვენ მოგვიტანთ ფასეულ წინადადებას, ფასეულ ესე იგი პროგრამებს, ან ფასეულ პროექტებს, ჩვენ დავფიქრდებით, რომ დავაფინანსოთ და განვახორციელოთ ეს. და ჩვენ ეხა ვიწყებთ აქტიურ მოღვაწეობას უნივერსიტეტის შიდა სტრუქტურებში და ეხლა ვიწყებთ ენერგიის მოკრებას. ძალიან შევაწუხებთ მათ არა იმიტომ, რომ ვინმეს კრიჭაში უდგევართ, როგორც მარგარეტ ტეტჩერს ედგნენ კრიჭაში, არა, იმიტომ, რომ უნივერსიტეტში ჩვენ მივიღოთ ადეკვატური განათლება და მაღალი დონის განათლება და უნივერსიტეტი იყოს მორალურად თუ ხარისხობრივად იგივე დონეზე, როგორც არის საერთაშორისო და ძლიერი უნივერსიტეტები და მე ხა ჩემას გამოვთქვამ, რომ სამოქალაქო საზოგადოება თუ სამოქალაქო სექტორი, რომლის შესახებ ყველა ლაპარაკობს, ვისაც არ ეცარება, მე მათ ჩემს მოკრძალებულ აზრს შესთავაზებ. სამოქალაქო საზოგადოება იქნება თავისუფალი სტუდენტით და თავისუფალი აკადემიური პერსონალით, თავისუფალი განათლებული ადამიანით, ასე რომ უნივერსიტეტი თუ იქნება ხარისხობრივად მაღალ დონეზე და შიგნით იქნება თავისუფალი გარემო, სადაც ადამიანები კრიტიკულს გამოთქვამენ, ეს საზოგადოებას და ქვეყანას მხოლოდ არგებს და არაფერს სულს, არც ხელისუფლებას გაუკეთებს, არც ოპოზიციას და არც. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. ლევან ლორთქიფანიძე პასუხობდა მთავარ კითხვას, რამდენიმე წუთში გია ხუხაშვილთან ერთად დავბრუნდებით. თავარ კითხვას გია ხუხაშვილი უპასუხებს, საღამომშვიდობისა ბატონო გია. დღეს იყო გარკვეული გაუგებრობა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით და ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი ამის შესახებ. იყო თითქოს განცხადება, რომლის შესახებაც იცის მე მგონი მხოლოდ რუსთავიორმა, რადგან ოპოზიციის წარმომადგენლებიც ამბობენ, რომ ასეთი განცხადება, კერძოდ განცხადება იმის შესახებ, მოწოდება იმის შესახებ ოპოზიციის მიმართ, რომ ისინი უნდა შეეგუონ შედეგებს არჩევნების, თვითონ ოპოზიციის ლიდერებს არ ახსოვთ ამ ადამიანისგან. ეს ყველაფერი ჩვენ გავიგეთ დღეს უკვე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ლუკაშევიჩის მიერ გავრცელებული განცხადებიდან, რომელიც აკრიტიკებს ბილდს იმის გამო, რომ მან მოუწოდა ქართულ ოპოზიციას შეეგუონ არჩევნების შედეგებს. როგორც უკვე ვთქვი, თვითონ ოპოზიციის ლიდერებს ასეთი განცხადება არ ახსოვთ, ანუ ყველაფერი დაიწყო დღესდილით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით და დასრულდა საღამოს უკვე საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, რომელიც გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და თქვა, რომ აი რუსეთს სურს არეულობა ქვეყანაში, ოპოზიცია ასოცირდება რუსეთთან, ევროპას კი ბილტის სახით, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრის სახით სურს სიმშვიდე და სწორედ ამისკენ მოუწოდა მან ოპოზიციას. მოკლედ, გაუგებრობა შემიძლია მე როგორც ჟურნალისტმა ამას ვუწოდო, რადგან არ მაქვს ზუსტი ინფორმაციები, ვერ მოვიპოვე უბრალოდ ისინი. თქვენ რას ფიქრობთ, რა მოხდა სინამდვილეში? მეც დეტალებზე ვერაფერს ვერ გეტყვით, მე უბრალოდ შემიძლია ზოგადად შევაფასო მთელი ეს ასე რომ ვთქვათ გაუგებრობა მართლაც და ეხლა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი მართლა გაუგებარია, ხო? ეხლა რაც არ უნდა ეთქვა ბილდს, ხო? არ თქმულა არაფერი ისეთი, რასაც შეიძლებოდა მოყოლოდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება. მე ვფიქრობ, რომ ეს განცხადება უფრო იყო
გარკვეული გზავნილი ამ ადამიანისთვის, რომელიც ცოტა ხანში რუსეთში ვიზიტისთვის ემზადება, ხო? მე ვფიქრობ, რომ გარკვეული მისთვის გარკვეული დისკომფორტის შესაქმნელად იყო ეს განცხადება გაკეთებული და არ ისახავდა არანაირ სხვა მიზანს. რუსეთის დიპლომატიის ესეთი სულები საერთოდ დამახასიათებელია, როგორც ჩანს, საკმაოდ მძიმე ვიზიტი იქნება ბილდისთვის რუსეთში. რუსეთი ეძებდა რაღაც მიზეზს, რომ ცოტა ისეთი დაძაბული ფონი შეექმნა მისთვის და ამ შემთხვევაში გამოიყენა თითიდან გამოუწოვილი, მე ვიტყოდი, მიზეზი. მე სიმართლე გითხრათ, მე არ ვარ პოლიტიკოსი და ცოტა მეტი დიაპაზონი მაქვს ვიდრე პოლიტიკოსებს, რომლებსაც არასდროს არაფერი არ ახსოვთ და ვერაფერს ვერ ხედავენ. მე ვფიქრობ, რომ ბილდი ალბათ იყო იმაზე უფრო ტენდენციური, ვიდრე დიპლომატი უნდა იყოს საქართველოში, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მის გამოსვლებში ჩანდა გარკვეული სიმპათია უფრო ხელისუფლების მიმართ. თუმცა მეორე მხრივ, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აკეთებს ასეთ განცხადებას, როგორ ფიქრობთ, მათთვის არ არის ცხადი განცხადების ავტორებისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლება ამას გამოიყენებდა სათავისოდ? და გამოიყენა კიდეც პრეზიდენტმა ოპტიმალურად. თქვენ ნოელოდები ძალიან ბევრს რუსეთისგან, ხო? რუსეთს არა, მე არ ველოდები, უბრალოდ მაინტერესებს როგორ არაერთხელ გადაუდგამს ესეთი ნაბიჯი, რაზეც ჩვენ შეგვიძლია შეთქმულების თეორია განვავითაროთ, ანუ თეორია, როდესაც ჩვენი ხელისუფლება და რუსეთის ხელისუფლება კულისებში თანამშრომლობენ, ან უბრალოდ ეს აქ დავინახოთ სხვა რამე, უფრო ბოლომდე არ გათვლა და ან თუნდაც ის მიზეზი, რაც მე გითხარით, ხო? პრინციპში რუსეთის ხელისუფლებასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ესეთი ტიპის თანამშრომლობა, როდესაც ისინი აკეთებენ ერთმანეთის სასარგებლო განცხადებას, ანუ ეს წინააღმდეგობაზე ათამაშებენ შიგა პოლიტიკურ კარტს, ხო? ესეთი რაღაცა ჩვენ ხშირად გვინახავს, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ ეს იყოს შეთანხმების საგანი. ესეთი რაღაცა ხშირად ხდება პოლიტიკაში, როდესაც ურთიერთმტრობაზე ორივე მხარე ხელს ითბობს. ეს არაერთხელ გვინახავს სხვა შორის ქართულ შიგა პოლიტიკაშიც, იგივე გავიხსენებდი შევარდნაძე აბაშიძის არჩევნების წინა პერიოდში რაღაც ეს პერიპეტიებს საკუთარ პერიპეტიებს, რომლითაც ერთი თავისთან იგებდა და მეორე დარჩენ საქართველოში. ასე რომ ეს მე მგონი უფრო მარტივად არის აქ საქმე და ძალიან ღრმად ძებნა ალბათ არ არის. ეს ყველაფერი უკავშირდება საარჩევნო პროცესს, რომელიც წვავდება უფრო და უფრო, რაც მეტად ახლოს მივდივართ 1 ოქტომბერთან. მე მაინტერესებს თქვენ როგორ ხედავთ თვითონ ამ პროცესს? შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ჩვეულებრივი კლასიკური პოლიტიკური ბრძოლა, თუ საქმე გვაქვს ცოტა სხვა რაღაცასთან, რადგან არაერთი შეფასებაა თვითონ პოლიტიკოსების მხრიდან საარჩევნო ბრძოლასთან დაკავშირებით. დღეს მაგალითად საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ 1 ოქტომბერი არის არაუბრალოდ არჩევნები, მან თქვა, რომ ეს არის რეფერენდუმი იმაზე, გვინდა თუ არა ვიყოთ თავისუფალი ქვეყანაო. შეიძლება ითქვას, რომ ეს ნამდვილად არის რეფერენდუმი იმაზე, გვინდა თუ არა ვიყოთ თავისუფალი ქვეყანა, ხო? მე რა თქმა უნდა ვეთანხმები ამ შემთხვევაში, ისე როგორც ვეთანხმები ბევრ ნაციონალური მოძრაობის ლიდერს. მაგალითად, ერთ-ერთმა ლიდერმა ცოტა ხნის წინ თქვა, რომ ჩვენი ოპონენტია ხალხი. ამასაც შეიძლება დავეთანხმო და კიდევ ბევრ ესეთ გამონათქვამს, ხო? რა თქმა უნდა, სააკაშვილის ხელში ამ ქვეყანას თავისუფლება არ უწერია. მან ის დროა რომ აკეთოს ხოლმე განმარტებები, იმიტომ რომ ეს განცხადებას რო აკეთებს, ხო, შეიძლება სხვას გულისხმობს, მაგრამ ის ხალხი, რომელიც უსმენს, მას გულისხმობს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ რეალურად დამოუკიდებლობა სააკაშვილმა დააკარგვინა ამ ქვეყანას დიდი ხანია, დაშალა, დააკუცმაცა ყველა ის ფასეულობა, რაც არის დეკლარირებული ქართული ხალხის მიერ, ეს იქნება დემოკრატიული ფასეულობები, თავისუფალი ბაზრის პრინციპები თუ ასე შემდეგ. ეს ყველაფერი გადაიტანა უკანა პლანზე და პირადი ამბიციებით, ფაქტიურად, პირადი ხუშტურებით მართავს ქვეყანას, ხო? აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, 1 ოქტომბერი უნდა გახდეს ახალი საქართველოს დაბადების დღე, როდესაც ჩვენ დაუბრუნდებით ფასეულობათა სისტემას, არა რიტორიკით, არამედ საქმეებით.
და მე ვფიქრობ ეს შეუქცევადი პროცესი უკვე დაწყებულია და პრეზიდენტსაც ურჩევ რომ ნაცვლად იმისა რომ 17 წლის ბავშვს ესე ტრიბუნიდან ისტორიულად ლანძღოს 17 წლის ბავშვი ხო ნაცვლად ამისა დაწყნარდეს დამშვიდეს ყველაფერი კარგად იქნება არც მას არაფერი ესეთ საშინელი არ ემართება რომ ეხლა ესეთი ისტერიული რეაქცია ქონდეს ის იანთაძემ თქვა მე მგონი საკმაოდ მოხდენილად რომ ამ ბოლო დროს ხელისუფლების რიტორიკა სულ უფრო და უფრო ემსგავსება იმ ბავშვის ანუ იმ ბავშვის აქციას რომელიც ბნელ ოთახში აპირებს შესვლას და ყვირილით რო შევარდება ხოლმე ხო რაღაც აი ანალოგიური იმიტომ რომ ისეთი ადამიანი ვნახეთ ისტორიულები ხო ამ დღეებში იგივე უგულავა რომელიც ესეთ მდგომარეობაში არ გვინახავს ბაქრაძე ნუ ვანომირაბიშვილმა ყოველ წარმოუდგენელი რაღაცები ლაპარაკა ანუ როდესაც ბოლშევიზმს ლენინს აპროტესტებდნენ ჩვენ ნახეთ ხო მის რიტორიკაში როდესაც კლასობრივი ბრძოლის რიტორიკით დაიწყო ეს გააძლიერა ეს ნათქვამი პრეზიდენტმა ბოდიში რომ გაწყვეტინებთ უბრალოდ ძალიან მიესადაგებოდა ივანე მერაბიშვილის ფრაზას ის რაც დღეს თქვა საქართველოს პრეზიდენტმა მან თქვა რომ 1 ოქტომბერი არის ბოლო გაფართხალება იმ ხალხის ვისაც საქართველოს უნდა წარსულსა და წყვდიათში დააბრუნოსო მეორე მხრივ კოალიციის ლიდერი აცხადებს რომ მისი მიზანია ნაცმოძრაობა დატოვოს 15%-ზე ანუ რა რეგისტრებში მიდის ბრძოლა ხომ არ ფიქრობთ რომ მინიმუმ ერთ-ერთ მხარეს აქვს მთავარი მიზანი რომ გაანადგუროს პოლიტიკური ოპონენტი და არა უბრალოდ გაიმარჯვოს არჩევნებში ნუ რა არის იცით თავისი შინა ნუ ჯერ რაც შეეხება წარსულს პატარა საუნიშნავ რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა ლაპარაკობს რომ ის ორიენტირებულია მომავალზე და ნუ ვიღაცას უნდა წარსულში დაბრუნება მე მინდა მაყურებელს უთხრა რომ იგივე შეიძლება იპოვოს პლატონის თანამედროვე იყო ესეთი პერიკლეს გარდაცვალების შემდეგ ალკიბიადე იყო ესეთი ავანტიურისტი პოლიტიკური ავანტიურისტი რომელიც გახდა მთავარი გმირი ათენში რომელიც ანგრევდა თავის ქვეყანას და ძალიან კარგი შეფასება აქვს მისი პლატონს მოყვანილი, სადაც ის კრაზანას ადარებს და რო წაიკითხოთ მისი შეფასება, ეხლა მე არ მოყვები ეს ცოტა დიდ დროს წაიღებს, დაინახავთ რომ სააკაშვილს ყავდა ტყუპის ცალი ჯერ კიდევ იმ დროინდელ ათენში, ხო? ასე რომ წარსულზე ორიენტირებული, წარსულის აჩრდილები ეს არის სააკაშვილში უფრო განსახიერებული, ის ნამდვილად არის მომავალზე ორიენტირებული. მისი პოლიტიკური გუნდის რიტორიკა, ბოლშევიკური რიტორიკა, ეს არის 30-იანი 40-იანი წლების რიტორიკა, ბოლშევიკური პრინციპში მისი მინისტრები არიან კომისრები და ყოველ თავის გამონათქვამში სიძულვილის ენაზე საუბარში პოლიტიკური ოპონენტის სგან მტრის ხატის შექმნაში ეს ყველაფერი იქიდან არის. მაგრამ აქ უკვე საუბარია ბატონო გია, უკვე მეორე გზავნილია განადგურებისკენ მართული. ამიტომ საინტერესოა თქვენი აზრით რას უდრის გამარჯვება 1 ოქტომბრის არჩევნებში? რომელიმე მხარისთვის? არა, მოდით ამ მხარეებს ნუ შევადარებთ მათ ტემპერამენტს, მათ მიზნებს და ამოცანებს, ხო? სწორედ სხვადასხვა რეგისტრში როა იმიტომ სააკაშვილის ხელისუფლებისთვის სისხლცეულად აუცილებელია, რა თქმა უნდა, აბსოლუტური ძალაუფლების შენარჩუნება, იმიტომ რომ ამ ტიპის ხელისუფლება სხვანაირად ფუნქციონირება არ შეუძლია. მას ან აქვს აბსოლუტური ხელისუფლება, ან რაღაც პერიოდის შემდეგ ის იშლება, ხო? რა თქმა უნდა, სააკაშვილის ხელისუფლებას გადანაწილება, ანუ აი ესეთი რო ავიღოთ დაუშვათ, რომ კი ბატონო უმრავლესობაშია, მაგრამ არ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ამ ხელისუფლებას შენერად ესმის რომ ამ შემთხვევაში მას უკვე საფუძველი აქვს გამოცლილი და შესაბამისად პერსპექტივაც უკვე უკვდება ამის შემდეგ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის რომ შედეგი იყოს მაქსიმალური, ანუ მინიმუმ მაქსიმალური შედეგი ნაციონალური მოძრაობის. მე ვფიქრობ მინიმუმ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ესენი ესე ფიქრობენ, თუმცა ეს არის აბსოლუტურად არეალური ამოცანა. ამას გულისხმობენ, როდესაც განადგურებაზე საუბრობენ და არა, ისინი როგორც ჩანს უარეს გულისხმობენ და არაერთი მაგალითი გვინახავს ამ ყველაფრის, ხო?
მე მაინც იმედი მაქვს, რომ ყველა არ არის, ესე რომ ვთქვათ, ამდენად ისტერიული, აგრესიული თვითონ ნაციონალურ მოძრაობაში და ალბათ გამოიკვეთება მალე ეს სურათი, რომ არიან იქ რეალისტებიც, ხო? იმიტომ რომ პროცესი არის შეუქცევადი. ჩვენ ვხედავთ ხალხის განწყობას, ხო? სრული მობილიზაციის პირობებში შეგიძლია დაიჯეროთ, რომ სააკაშვილმა თუნდაც ერთი აუმჩევლის გამოყვანა ვერ მოახერხა, როდესაც ყრილობას მართავდა. ანუ მან ფაქტიურად მოახდინა სრული მობილიზაცია ყველა თავის აუმჩევლის, მათ რამდენიმე კარდაკარი ჰქონდა ჩატარებული და ვინც თქვა, რომ ნაციონალურ მოძრაობას უჭერთ მხარს, ისინი ყველა გამოიყვანეს ქუჩაში. გარდა ამისა, საჯარო სექტორიდან მოიყვანეს ძალიან ბევრი ადამიანი. და მაქს ზოგს იყვნენ ისეთებიც, რომელსაც საერთოდ ცხენოდა, რომ იქ იყო და სახეს მალავდა, თუმცა ესენი ჩაუთვალოთ, ხო? მთლიანად მაქსიმალური შეფასებით მის აქციაზე იყო 150-170,000 კაცი გამოსული. ეს არის 7-8% მონოლითი, რაც შეიძლება მას თეორიულად ჰქონდეს, ხო? მე არ ვამბობ, რომ 7-8% მისცემს ხო ნაციონალურ მოძრაობას მხარს, მაგრამ რეალურად მისი მხარდამჭერი, ანუ მისი სამობილიზაციო რესურსი ნატურალური არის ეს ხალხი. ეხლა ჩვენ რომ ვნახოთ რა ხდება ბიძინა ივანიშვილის აქციებზე და ეს ყველაფერი შევადაროთ, აბსოლუტურად არაადეკვატურია. ეს შეფარდება არის მინიმუმ 3 ან 4 ერთზე. ეს პროცესი არის შეუქცევადი. ეს სააკაშვილსაც მშვენივრად ესმის და აი ამიტომ პრინციპში ის არის მაქსიმალურად აგრესიული, იმიტომ რომ აგრესია არის დღეს მისი ერთადერთი ინსტრუმენტი, რითაც შეუძლია, რის ფონზე შეუძლია საარჩევნო განუკითხაობა განავითაროს. თუმცა აქაც მე მგონი პერსპექტივა ნაკლებად არის. ბატონო, წესით, ანუ ნორმალურ ვითარებაში წინა საარჩევნო პერიოდში ობიექტურ სურათს აჩვენებს ხოლმე სოციოლოგიური კვლევები. რა ვითარება ამ ხრივ საქართველოში? მთავარ კითხვას გია ხუხაშვილი სარეკლამო ბლოკის შემდეგ უპასუხებს. მთავარ კითხვას გია ხუხაშვილი უპასუხებს, ბატონო გია, წინა საარჩევნო კვლევები ძალიან დიდ დილემად იქცა საქართველოში. მე მინდა ვისარგებლო მომენტით, აი ზუსტად 1 საათის წინ სააგენტო ივერონმა დადო კვლევა, რომელსაც სააგენტო ამბობს, რომ მათ მიაწოდა წყარომ, რომელსაც არასახელებენ. ამიტომ ვერც მე ვიტყვი, რომ ეს არის ეს ინფორმაცია არის ნამდვილად სარწმუნო, თუმცა არის ძალიან საინტერესო. ამ კვლევის თანახმად, ანუ ნაციონალურმა მოძრაობამ ამბობს ინფორმაცია, ორ ამერიკულ კომპანიას საიდუმლო ეგრეთ წოდებული დახურული წინასაარჩევნო კვლევები შეუკვეთავ და მეტად კატასტროფული შედეგები მიიღო. კერძოდ კვლევების თანახმად, წინასაარჩევნოთ ნაციონალებს საქართველოს 77 საარჩევნო ოლქიდან მხოლოდ 21 ოლქში აქვთ გამარჯვების შანსი, 56 ოლქში კი წარმოუდგენლად დაბალი რეიტინგი დაუფიქსირდათ. წყაროს ინფორმაციით, ნაციონალები 20%-ზე მეტს ვერ ასცდნენ საქართველოს 56 რაიონში. კვლევის თანახმად, ნაციონალები სავარაუდოდ წააგებენ თბილისის ყველა 10-ვე რაიონს, ყველა დიდ ქალაქს, ბათუმს, ქუთაისს, რუსთავს, ფოთს, გორს. მართლ პარტიას უმძიმესი მდგომარეობა აქვს კახეთში, სადაც ყველა 8-ვე რაიონში მოსახლეობის უმრავლესობა მის მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი. ხოლო თელავში, ახმეტაში, ყვარელსა და გურჯაანში ნაციონალების რეიტინგი 10%-ია, ნიშნულსაც ვერ გასცდა. მე ხა მთლიანად ვერ წავიკითხავ ამას. თუმცა საუბარია იმაზე, რომ სულ რამდენიმე ქალაქში აქვთ კარგი მდგომარეობა ნაციონალებს, დანარჩენებში კი იმარჯვებს ოპოზიცია. თუმცა კიდევ ერთხელ ვაცხადებ, ეს არის სააგენტო ივერონის გაურკვეველ წყაროზე დაფუძნებული ინფორმაცია და უბრალოდ საინტერესოა და ამიტომ მინდა რომ შევეხოთ ამ კვლევასაც. აი ეს ციფრები თქვენი აზრით რამდენად ახლოს არის რეალობასთან? ну ეხლა ძალიან რთულია ესეთი ანონიმური ინფორმაციის კომენტირება, მაგრამ ზოგადად რო ვისაუბროთ აი ამ მონაცემებზე, ზოგადად რა თქმა უნდა ეს რეალობასთან საკმაოდ ახლოს არის, ხო? ეხლა მე წახანაც გითხარით და ეხლა გავიმეორებ, რომ პროპორცია ელექტორატის განწყობის პროპორცია არის დაახლოებით 4:1-თან. და ეს ერთი არის ზუსტად რა თქმა უნდა მათ ხალხ ნატურალური მხარდამჭერები, მაგრამ მათი რაოდენობა არის ძალიან ცოტა. გარდა ამისა აქვთ გარკვეული ადმინისტრაციული რესურსი, რამაზე იტყოდა ხოლმე, რომ ესე იგი ელექტორატი სააკაშვილი შედგება შიშისტებისგან და აფერისტებისგან, ხო? აი ეს სამი სეგმენტი მთლიანობაში, მაქსიმუმ რასაც შეიძლება შეადგენდეს, ეს არის დაახლოებით 20%. აი ახლა ამ ციფრებს თქვენ რაზე დაყრდნობით ამბობთ?
ჩვენ რამდენიმე კვლევის შედეგები გვაქვს, ზოგი გამოქვეყნებული, ზოგი არა. მე ანალიზის საფუძველზე, მისი ანალიზის საფუძველზე პრინციპში არსებობს მეთოდოლოგია, რომლის ბაზაზეც ჩვენ შეგვიძლია აღმოვაჩინოთ, ვიპოვოთ უпроსწორად დაახლოებით შევაფასოთ მონოლითი სად არის, ნადები სად არის და ამ შემდეგ ზუსტად აი ეს სამი შრისგან შედგება ელექტორატი ხელისუფლების, ხო შორის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, ხო? ანუ ერთი არის ნატურალური მხარდამჭერი, რომელიც ბუნებრივად უჭერს მხარს ამ ბუნებრივად უჭერს და იზიარებს იდეოლოგიას და ასე რომ ძირითად ორიენტირებს, არის ნაწილი, რომელიც სხვა რამის გამო არის მიბმული ხელისუფლებაზე და ეს გასაგებია და არის ნაწილი, რომელიც ითრგუნება, ეშინია და ამ შემდეგ, ხო? აი ეს სამივე ერთად ამ მთელი რესურსების გათვალისწინებით დაახლოებით 20%-ზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ. გაყალბების რესურსიც არ არის მოგეხსენებათ უსასრულო, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ამის ძალიან დიდი სპეციალისტები არიან ხელისუფლებაში, ხო? მიუხედავად ამისა, ეს რესურსი ძალიან შეზღუდულია, საარჩევნო გაყალბების რესურსი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს ყველა მექანიზმი იმისა, რომ დიდი განუკითხაობა ამ კუთხით არ დაუშვათ. როგორ რა მექანიზმებია ეს? გასაგებია საერთაშორისო დამკვირვებლები, რომელთა შორის ხო შორის ერთ-ერთი NDI, მე ვიცი ბოლო კვლევების შემდეგ წავიკითხე თქვენი კომენტარი NDI-სთან დაკავშირებით. ხო, ეს ხა რამდენად მნიშვნელოვანია სწორედ დამკვირვებლების როლი თუ სხვა მექანიზმებზე დამკვირვებლების როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ დამკვირვებლები უნდა იყვნენ რაც შეიძლება ბევრი, ხო? საერთოდ სამოქალაქო სექტორი, ქართული სამოქალაქო სექტორი უნდა იყოს ამ არჩევნებზე ძალიან აქტიური, თუმცა მთლიანად საქართველოს მობილიზაცია არის აუცილებელი. მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლება გამომდინარე იქიდან, რომ ესმის ტექნოლოგიურად შესრულება გაყალბების არჩევნების პერიოდში არის შეუძლებელი, შეეცდება, რომ გამოიყენოს ძალიან უხეში მეთოდები უკვე უბნების დახურვის შემდეგ, ხო? და ეგ არის ზუსტად ქართული ხალხის როლი, რომ ჩვენ ეს უნდა გავაკონტროლოთ. ჩვენ უნდა გვესმოდეს ყველას, რომ 1 ოქტომბერს არის ახალი საქართველოს დაბადების დღე. ეს არის ფაქტიურად ახალი წელი, ხო? ჩვენ უნდა გავათენოთ ეს ღამე მშვიდად, რა თქმა უნდა, საზეიმო განწყობით და არაფერი საჩხუბარი და საომარი არ გვაქვს. ჩვენ არ უნდა დავიზაროთ, ხო? იმიტომ საქართველოს ძალიან უყვართ ახალი წლის ღამის გათენება, ხო? წელს ვიზემოთ 1 ოქტომბერს ახალი წელი, ხო? 2 ოქტომბერს ყველა ერთად შევხვდეთ ახალ საქართველოს. მე ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ხელისუფლება ვერ მოახერხებს აი იმ სპეცრესურსის გამოყენებას, რომელზეც შეიძლება ცხელი თავები ხელისუფლებაში. მე ვერ ვიტყოდი, რომ მთლიანად ხელისუფლება ამას ითვლის, მაგრამ ჩვენ გვყავს იმდენად არაადეკვატური ჯგუფები მის შიგნით, მის წიაღში, რომ თუ დაინახეს, რომ საქმე არის ძალიან ცუდად, ხო? შეიძლება ხელი წაცდეთ უკვე არა თუ უბრალოდ კანონდარღვევაზე, არამედ ძალიან უხეშ დარღვევაზე. ჩვენი როლი მთლიან საზოგადოების იქნება, რომ ყურადღებით ვიყოთ და არ მივცეთ მათ ამის საშუალება. თუმცა რამდენიმე კომპონენტი აქვს, რაც განსაზღვრავს, განაპირობებს არჩევნების ობიექტურობას. გასაგებია საზოგადოების აქტიურობა, ძალიან მნიშვნელოვანია აქ ამომრჩევლის აქტიურობა, რაც მეტი ამომრჩეველი მიდის, ცნობილია, რომ ნაკლებია გაყალბების შანსი. რამდენად შეუძლია ოპოზიციას, რომ უზრუნველყოს ისევე როგორც ნაციონალური მოძრაობა აკეთებს ამას ყოველთვის არჩევნებზე? მე ვფიქრობ, ორგანიზაციულად, რა თქმა უნდა, ოპოზიცია დაკავდება ამით და ალბათ იქნება შესაბამისი ძომები მიღებული, რომ დაუშვათ დილიდან მოხდეს აქტივისტების მხრიდან შეხსენება ადამიანების, რომ ისინი უნდა წავიდნენ არჩევნებზე. მანამდეც რაღაც კამპანია იქნება ამასთან დაკავშირებით. მაგრამ ამ ძირითად ლომისილს ამ საქმესაც თვითონ სააკაშვილი აკეთებს. იმიტომ რომ სააკაშვილის რიტორიკა, სააკაშვილი შეიძლება გონია, რომ ამით ხალხს თრგუნავს, მაგრამ მისი აი ეს არაადეკვატური რიტორიკა საბოლოოდ არწმუნებს საქართველოს მოსახლეობას, რომ აუცილებლად უნდა მივიდნენ არჩევნებზე, იმიტომ რომ ამის ყურება უკვე შეუძლებელია, რასაც ეს ადამიანი აკეთებს, ხო? ასე რომ მთავარ მობილიზაციას აკეთებს სააკაშვილი.
სხვა შორის სულ არის ხოლმე კრიტიკა, რომ PR-ი ქართულ ოცნებას არ უვარგა, იკლიპები არ უვარგა, რაღაცას ესე ხდება. მე მუდმივად ვამბობ ხოლმე კოალიციაში, რომ ჩვენი PR სამსახურის უფროსი არის მიხეილ სააკაშვილი. ანუ ძირითად საქმეს ჩვენსას ლომის წილს შეიძლება ითქვას, რომ აკეთებს ის, ხო? ჩვენ უბრალოდ ცოტათი ვეხმარებით ხოლმე რაღაცებში. ემიგრანტების ხმები იქცა ძალიან მნიშვნელოვან პრობლემად. ფაქტია ის, რომ ხელისუფლება ართმობს ის CESCO მიიღო გარკვეული გადაწყვეტილებები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამით ემიგრანტებს კიდევ უფრო გაურთულდათ მონაწილეობის. პრაქტიკულად შეუძლებელი გახადათ ეს. დღეს გაირკვა, რომ კანადაში საერთოდ ვერ მიიღებენ ქართველი ემიგრანტები მონაწილეობას არჩევნებში. ამის საბაბი არის მათი მცირე რიცხოვნობა, თუმცა ეს ასე არ არის. ნამდვილში როგორც თვითონ ემიგრანტები ამბობენ, რუსეთი საერთოდ ვერ იღებს მონაწილეობას არჩევნებში. რამდენად მნიშვნელოვანია ემიგრანტების კომპონენტი? რა არის იცით, ახლა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ დაახლოებით 20-25% არის გასული, ხო, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ხელისუფლებამ გადაკეტა ყველა ეს გზა, არითაც დაადასტურა, რომ ემიგრაცია გასაგებიც არის და ბუნებრივიც არის, ხა კარგი დალხენილი ცხოვრების გამო საქართველოსთან ქართველი არასოდეს არ მიდის, ხო? და ყოველთვის ცდილობს, რომ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში. მათი დაბრუნება ამ ხელისუფლების პირობებში არის შეუძლებელი, როგორც ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე, ასევე პოლიტიკური ფაქტორებიდან გამომდინარე. ბუნებრივია, მათი ინტერესი ხელისუფლების არის მაღალი და ისიც ბუნებრივია, რომ ჩვენი ელჩები, რომლებიც სახელმწიფო მოღვაწეები კი არ არიან, ისინი არიან ერთი პარტიის, ესე რომ ვთქვათ, პოლიტიკური ხაზის გამტარებლები და სხვა ინსტრუქციებით მაქსიმალურად ბლოკავენ. მე მეცაც გეტყვით, როდესაც რეკავენ ესა თუ ის ემიგრანტს დაურეკავს საკონსულოში, მას ეუბნებიან, რომ წადი აქედან და თავი გაგვანებე და დღეს არ მცალია და ხვალ მოდი და ამ შემდეგ, ხო? ვისაც აქვს ყველა ის დოკუმენტი, რასაც ითხოვენ. ეხლა ბოლოს დაამატეს არის ნოტარიულად დამოწმებული რაღაც დოკუმენტების მიტანა, ეხლა დააკანონეს, ხო, რაც წარმოუდგენელია. ეხლა გარდა ამისა, თუ არა ხარ ლეგალიზებული, ხო? თუ ხარ არალეგალი თუ ხარ, ეხლა საერთოდ არის საკონსულო საქმე ამის გარკვევა, ხო? ფუნდამენტური ვალდებულებაა ხელისუფლების, რომ თავისი ყველა მოქალაქე უზრუნველყოს ხმის უფლებით, სადაც არ უნდა იყოს ეს მოქალაქე. შეერთებულ შტატებში იცით როგორ არის, ხო? ანუ იქ უცხოეთში მყოფი ამერიკის მოქალაქეს ფოსტითაც ეძლევა ხმის მიცემის საშუალება და ეხლა ხელისუფლებას რო დომებოდა ამ პრობლემის მოგვარება, ის მოაგვარებდა, ნაცვლად ამისა ფაქტიურად ის რესურსიც კი, რისი ტექნიკური საშუალებაც ჰქონდა, აბსოლუტურად მოსპო და გაანადგურა. ასე რომ, თუმცა რო გითხრათ, რომ ხმების, ანუ ის რაოდენობა, ის სივრცე, რაც პოლიტიკურად აქტიურია დღეს მდგომარეობით, ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა არა გადამწყვეტი, ხო? ძირითადად მაინც საქართველოში წყდება ეს არჩევნების თემა, ვერდიქტი სააკაშვილისთვის საქართველოს მოსახლეობას უკვე გამოტანილი აქვს. ასე რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ყველაფერი იქნება კარგად. მათ შორის სააკაშვილისთვისაც ძალიან უნერვიულობს დაწნევდეს, დამშვიდეს, თავიანებოს სიძულვილის ენაზე საუბარს, მის ასაკში ადამიანებს ეს არ შეეფერებათ. ცოტა დაწყნევდეს. რომელიმე ამას ასაკში შეეფერებათ? ეხლა შეიძლება ახალგაზრდას ემოცია აპატიო, მაგრამ ეს აღარ არის ეხლა ეს პატარა ბიჭი. ძალიან დიდი მადლობა. კი ბატონო. თავარ კითხვას გია ხუხაშვილი პასუხობდა, მე ხვალამდე გემშვიდობები და როგორც ყოველთვის მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.